გამარჯობა. მე ვარ მარიამ გოგინავა და ამ ვიდეოში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რას ნიშნავს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება და რატომ არის ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ციფრული პროდუქტების შექმნის პროცესში. თუ ფიქრობ, რომ ტესტირება მხოლოდ შეცდომების დაჭერაა, მაშინ ჩვენი YouTube არხი სწორედ შენთვის არის. გამოიწერე ჩვენი არხი, რათა არ გამოგრჩეს ახალი სასწავლო ვიდეოები. მოკლედ გავიაროთ, რაზე ვისაუბრებთ დღეს. დავიწყებთ იმით, თუ რას ნიშნავს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება, შემდეგ ვნახავთ, რატომ არის ტესტირება აუცილებელი, რა არის მისი მთავარი მიზანი და ბოლოს გავიცნობთ ტესტირების ძირითად 7 პრინციპს, რომელიც გეხმარება დაიწყო ფიქრი როგორც ტესტერმა. მას ასე, რას ნიშნავს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება? ტესტირება ნიშნავს ციფრული პროდუქტის შემოწმებას, მისი შექმნის პირველი ფაზიდან დასრულებამდე. ტესტირება არ იწყება მხოლოდ მაშინ, როდესაც პროდუქტი მზად არის. რეალურად ეს არის პროცესი, რომელიც იწყება იდეის შექმნის ეტაპიდან და გრძელდება პროდუქტის დასრულებამდე. ჩვენ ვამოწმებთ არ მხოლოდ იმას, მუშაობს თუ არა ფუნქციონალი, არამედ იმასაც, აკმაყოფილებს თუ არა პროდუქტი ბიზნეს მოთხოვნებს. სწორად გამოიყურება თუ არა დიზაინი და უსაფრთხო არის თუ არა იგი მოხმარებლისთვის. ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ შესაძლოა იფიქროთ, თუ რატომ არის ტესტირება რთული. ძალიან ხშირად მესმის ფრაზა, რომ ტესტირება მარტივი მეგონა. რეალობაში კი ტესტირება მართლაც რომ რთულია, რადგან მოითხოვს კრიტიკულ აზროვნებას, დეტალებზე ყურადღებას და მუდმივ კითხვას, თუ რა შეიძლება გაფუჭდეს. ანუ ცნობის მოყარეობას. მოდით გავამარტივოთ ეს ყველაფერი სახლის აშენების მაგალითის ფონზე. ვთქვათ, რომ პირველი ნაბიჯი, რასაც ვასრულებთ სახლის აშენებამდე, არის იდეის გაზიარება. ჩემ მიდიხარ დიზაინერთან, უზიარებ შენს ხედვას, როგორ ფიქრობ, რომ სახლი უნდა გამოიყურებოდეს. შემდეგ მიმდინარეობს პროტოტიპის შემუშავება დიზაინერის მხრიდან. ის თავისი ხედვებით აყალიბებს პროექტს და შემდეგ შენ მიდიხარ, რათა განიხილო ეს პროტოტიპი, გადახედა თითოეულ დეტალს, გაუზიარო შენი შეფასებები. ანუ ამოწმებ დიზაინერის მიერ შემუშავებულ პროტოტიპს და უზიარებ მას შენს შენიშვნებს, შენს შთაბეჭდილებებს, საჭიროებს თუ არა რაიმე შეცვლას და კორექტირებას და ასე შემდეგ. როდესაც უკვე ობიექტის მშენებლობა იწყება, მშენებლობის დროს შენ არ ზიხარ და არ ელოდები, რომ დაგირეკავენ და გეტყვიან, რომ შენი პროდუქტი უკვე დასრულდა, შეგეძლია მოხვიდე და უკვე იცხოვრო ამ სახლში. შენ სისტემატიურად მიდიხარ მშენებლობაზე, ამოწმებ ობიექტს, სწორად მიდის თუ არა პროცესი. რამე ხომ არ საჭიროებს ცვლილებას, რამე ხომ არ წავიდა გეგმის აწინააღმდეგოდ, პირობითად მართლდება თუ არა შენი მოლოდინები შენს პროექტთან მიმართებაში. საბოლოო ჯამში მივდივართ იმ მიზნამდე, რომ პროექტმა უნდა გაამართლოს შენი მოლოდინები. ამ პროცესის შედეგად პრობლემებს ვპოვლობთ ადრე, თავიდან ვიცილებთ სერიოზულ შეცდომებს და საბოლოო პროდუქტი გამოდის ბევრად ხარისხიანი, ზოგავთ დროს, ფულს და ენერგიას. გადავიდეთ საკითხზე, თუ რატომ არის ტესტირება საჭირო. ტესტირების გარეშე რისკები არის ძალიან მაღალი. ეს არ არის დაკავშირებული მხოლოდ ციფრულ პროდუქტებთან. რისკები შეიძლება ასოცირდებოდეს სიცოცხლესთან. თუ კი ჩვენ ვყიდულობთ ისეთ მანქანას, რომელსაც არ აქვს შემოწმება გავლილი და არ გვაქვს იმის გარანტია, რომ მანქანაში ყველაფერი არის გამართული, მას არ დასჭირდება ნაწილების შეკეთება, ახალი ნაწილების შეძენა და ასე შემდეგ, სხვა მხრივ ჩვენ მანქანის შეძენას არ გადავწყვეტთ. ვინაიდან თითოეული ნაწილი ასოცირდება იმასთან, რომ შეიძლება გარკვეული რისკები მოუტანოს ამ ყველაფერმა ჩვენ სიცოცხლეს. ფინანსური ზარალი ეს არის კიდევ ერთი რისკი, რომელთანაც შეიძლება შევეჯახოთ თუ კი უგულებელყოფთ ტესტირებას. გაიხსენეთ თუნდაც სახლის მაგალითი, რომელსაც წეღან განვიხილავდით. თუ კი ჩვენ არ განვახორციელებთ სისტემატიურ შემოწმებას, ამ შემთხვევაში შესაძლოა გარკვეული ფინანსური ზარალი განვიცადოთ,
რადგან ყველაფერი არ გაკეთდა ისე, როგორც გქონდა ამის მოლოდინი, საკმარისი ბიუჯეტი არ გქონდა თავიდან გათვლილი და არ დავწმუნდით, რომ სახლის აშენების თითოეული ეტაპი იყო დასრულებული წარმატებით. აქედან გამომდინარე, საკმაოდ გვიან ეტაპზე მივხვდით, რომ ფინანსური ზარალის ქვეშ ვდგავართ. რეპუტაციული ზარალი. წარმოვიდგინოთ, რომ შედიხართ Play Store-ში, Apple Store-ში და ხედავთ აპლიკაციას, რომელსაც აქვს ძალიან დაბალი შეფასება. თქვენ ამ აპლიკაციის ჩამოტვირთვას ნაკლებად გადაწყვეტ და აირჩევთ ისეთი ტიპის აპლიკაციას, რომელიც მსგავს ფუნქციას ასრულებს და აქვს უფრო მეტი შეფასება. იმიტომ რომ ეს არის მარტივი გადაწყვეტილება. ფიქრობთ, რომ აპლიკაციას, რომელსაც უფრო მეტი შეფასება აქვს, არის უფრო უსაფრთხო. ამ ყველაფრის უკანაც დგას ციფრული პროდუქტის ტესტირება. თუ არ ჩატარდა ტესტირება, მაშინ ჩვენ ვერ მივაგნებთ იმ პრობლემებს, რომელიც შეიძლება მათ თურმე აპლიკაციას ახასიათებდეს და საბოლოოდ ტესტირების გამოტოვება მიგვიყვანს რეპუტაციულ ზარალამდე და ცუდ შეფასებამდე სხვადასხვა პლატფორმებზე. მარტივად რომ ვთქვათ, ტესტირების მიზანია დავწუნდეთ, რომ პროდუქტი სწორად მუშაობს, შეცდომები დროულად არის აღმოჩენილი და მომხმარებელი მას უსაფრთხოდ და კომფორტულად იყენებს. ახლა კი გადავიდეთ ტესტირების 7 პრინციპზე. ეს პრინციპები დაგეხმარება არამხოლოდ წესების დამახსოვრებაში, არამედ იმაში, რომ დაიწყო ფიქრი როგორც ტესტერმა. განვიხილოთ პირველი პრინციპი, ტესტირება აჩვენებს ხარვეზების არსებობას. მაგრამ ვერ დაამტკიცებს, რომ სისტემა იდეალურია. რას ნიშნავს ეს? ჩვენ არ ვიძლევთ იმის გარანტიას, რომ პროდუქტი 100%-ით უხარვეზოა. არამედ ვამბობთ, რომ ყოველთვის შეიძლება არსებობდეს ნაბიჯი, რომელიც ახალ პრობლემამდე მიგვიყვანს, უბრალოდ ჯერ ეს ნაბიჯი ჩვენ არ გაგვივლია. მაგრამ კრიტიკული ხარვეზები, რომელმაც შეიძლება პროდუქტს მიაყენოს ის ზარალი, რომელზედაც წეღან ჩვენ საუბრობდით, იქნება ეს რეპუტაციული, თუ ფინანსური, თუ სიცოცხლის რისკის გამომწვევი ზარალი, ეს ხარვეზები არის ნაპოვნი და არის გამოსწორებული. ტესტირების მეორე პრინციპი. ამომწურავი და ყოვლის მომცველი ტესტირება შეუძლებელია. შეუძლებელია შეამოწმო ყველაფერი, ყველა შესაძლო ნაბიჯი, რაც შეიძლება საბოლოო მომხმარებელმა გაიაროს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველა შესაძლო სცენარი არის შემოწმებული, არამედ ვამბობთ, რომ გვაქვს გარკვეული ტიპის პრიორიტეტები, რომლის მიხედვითაც ვამოწმებთ ციფრულ პროდუქტს, ვპოვლობთ ხარვეზებს და შემდეგ ამ ინფორმაციას გუნდის სხვა წევრებთან ვაზიარებთ. მაგრამ არასდროს ვამბობთ, რომ ყველა ნაბიჯი შემოწმდა და ყველაფერი მუშაობს იდეალურად. ვინაიდან ყოველთვის არსებობს გაუთვალისწინებელი ნაბიჯი, რომელმაც შესაძლოა ახალ პრობლემამდე მიგვიყვანოს. მესამე პრინციპი, ადრეული ტესტირება. ადრეული ტესტირება ზოგავს დროს და ბიუჯეტს. მივუბრუნდეთ სახლის აშენების მაგალითს. ჩვენ თქვით, რომ როდესაც დიზაინის პროტოტიპი გამზადდება, ვიწყებთ მის გადახედვას და შეფასებების გაზიარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშენების ბოლო ეტაპზე, შესაძლოა უფრო მეტი დაგვიჯდეს ამ ცვლილებების შეტანა. გადავიდეთ მეოთხე პრინციპის განხილვაზე. ხარვეზები თავს იყრიან ჯგუფებად. რამდენად ცნობილია თქვენთვის პარეტოს პრინციპი? ხარვეზების 80%, ფუნქციონალის 20%-ში შეიძლება იქნას ნაპოვნი. ეს არის პრინციპი, რომელიც ტესტირების ენაზე არის გადათარგმნილი. როდესაც ერთ ადგილას გარკვეულ პრობლემას გადავაწყდებით, ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ პრობლემების ძებნა იმავე ადგილას, ვინაიდან შესაძლოა ერთზე მეტი პრობლემა ერთ ადგილას ფიგურირებდეს ან მის გარშემო. ტესტირების მეხუთე პრინციპი, პესტიციდების პარადოქსი. ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვენ არ შევცვლით მიდგომას და განსხვავებული კუთხით არ შევხედავთ ერთი ტიპის ფუნქციონალს, მაშინ ახალ ხარვეზებს ვერ ვიპოვით. როდესაც ერთ და იგივე ნაბიჯს გავდივართ ყოველთვის, გადავაწყდებით ერთ და იგივე პრობლემას და შეიძლება დამალული ხარვეზები ვერ აღმოვაჩინოთ. პესტიციდების პარადოქსის მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენ შევძლოთ განსხვავებული კუთხით, შევხედოთ ერთსა და იმავე ფუნქციონალს, ყოველთვის ვეცადოთ, რომ შევცვალოთ ტესტირების მიდგომა. მეექვსე პრინციპი, ტესტირება ყოველთვის დამოკიდებულია კონტექსტზე. ეს პრინციპი დაგვეხმარება გავიაზროთ, რომ ყველა პროდუქტი ერთნაირად არ მოწმდება,
გააჩნია რა არის პროდუქტის ტიპი, იქნება ეს ვებ აპლიკაცია თუ მობაილ აპლიკაცია, ის შემოწმდება განსხვავებულად. და ბოლოს, ტესტირების მეშვიდე პრინციპი, ხარვეზების არარსებობის ილუზია. შეცდომების არარსებობა არ ნიშნავს, რომ პროდუქტი წარმატებულია. ჩვენ არ უნდა ვუყუროთ მხოლოდ იმას, რომ პროდუქტი არის ტექნიკურად გამართული. არამედ არ უნდა დაგვავიწყდეს, რა მოთხოვნები არის ბიზნესის მხარეს, ვინ არის საბოლოო მომხმარებელი, რომელიც გამოიყენებს ამ პროდუქტს და რამდენად არის გათვალისწინებული მისი გამოცდილება. შევაჯამოთ ჩვენი ტესტირების პრინციპები. პირველი იყო, ტესტირება აჩვენებს ხარვეზების არსებობას. შემდეგ, ამომწურავი ყომლის მომცველი ტესტირება შეუძლებელია. ადრეული ტესტირება ზოგავს დროსა და ბიუჯეტს, იყო მესამე პრინციპი, რომელიც განვიხილეთ. მეოთხე, ხარვეზები თავს იყრიან ჯგუფებად. მეხუთე პრინციპი, პესტიციდების პარადოქსი, როდესაც თითოეული ნაბიჯი უნდა იქნას ცვალებადი, რათა ახალი ხარვეზების პოვნა შეძლოთ. მეექვსე, ეს არის ტესტირება დამოკიდებულია კონტექსტზე და მეშვიდე, ხარვეზების არარსებობის ილუზია. ამ ვიდეოში მოკლედ გავეცანით ტესტირების საფუძვლებს, რაც ნიშნავს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება, რატომ არის ტესტირება საჭირო, შევეხეთ ტესტირების მიზნებს და მიმოვიხილეთ ტესტირების 7 პრინციპი. თუ ეს თემა საინტერესოა შენთვის და გინდა უფრო მეტი, საგანმანათლებლო ვიდეო დაიდოს ჩვენს არხზე, რაც ტესტირებას გასწავლის საფუძვლიანად, არ დაგავიწყდეს ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა. შემდეგ ვიდეოებში უფრო ღრმად შევალთ ხარისხის უზრუნველყოფის სამყაროში. მადლობა და დროებით!